მოგესალმებით მეგობრებო, მოგეკითხავთ დიდი სიყვარულით. ერთი ორი დღე არ ვჩანდი გარკვეული მიზეზების გამო, სესიების გამო, რომლებიც მქონდა ქალბატონებთან და აღმოჩნდა ისე, რომ ყველას რატომღაც ერთი და იგივე პრობლემა მქონდა ურთიერთობაში. ეს იყო ისეთი ტიპის ურთიერთობები, არის ისეთი ტიპის ურთიერთობები, როდესაც არ ხარ კმაყოფილი, არ ხარ ბედნიერი და ხარ მუდმივად ეჭვებში, ფიქრებში, გამოძიებაში, ზოგი სულ იძიებს რაღაცებს და ქეკავს თავისი პარტნიორის ცხოვრებას. მიზეზი მხოლოდ ის არის, რომ ის ქალბატონი არ არის კმაყოფილი ამ ურთიერთობით. უნდა მასთან ურთიერთობა უყვარს, მაგრამ მისგან ვერ იგებს იმ ყველაფერს, რაც მას სჭირდება. მეგობრებო და ჩემო კარგებო, ანუ ესეთი ურთიერთობა რა დონის გასაკვირიც არ უნდა იყოს, უნდა დასრულდეს. ანუ რა დონეზეც არ უნდა გქონდეთ მის მიმართ სიყვარული, ადამიანი, რომელიც არ გაძლევთ იმას, რაც თქვენ გჭირდებათ, არ გაბედნიერებთ, ვერ გაბედნიერებთ, არ აქვს ამას მნიშვნელობა დიდად, არ თუ ვერ, მაგრამ ვერ რაღაცა ვერ წარმომიდგენია, ვფიქრობ, რომ უფრო როცა რამე არ კეთდება ურთიერთობაში მამაკაცის მხრიდან, ეს არის არ გაკეთება და არა ვერ გაკეთება. მე ვიძახი, რა თქმა უნდა, გრძნობების გამხელას, სათანადო ყურადღების დათმობას, პატივისცემას, გარკვევას, ურთიერთობის გარკვევას და სახელის დარქმევას, ამ ყველაფერს თუ არ გაძლევთ ადამიანი, ეს ვერ გაძლევთ არ არის. ანუ ადამიანს არ უნდა ამ ყველაფრის მოცემა, ამ კონკრეტული ურთიერთობისთვის, შეიძლება უბრალოდ ამ პერიოდში არ აქვს ფიქრობს, რომ არ არის საჭირო ამ ყველაფრის გაცემა და რაღაცა დროის მერე აქვს გათვლილი ეს ყველაფერი. ყოველ შემთხვევაში თქვენ არ ხართ ამ ურთიერთობით კმაყოფილი. ვერ იგებთ იმ ყველაფერს, რაც თქვენ გინდათ. ანუ ისმის კითხვა, რატომ ჩერდებით ასეთ ურთიერთობებში? და რა თქმა უნდა, უმეტესად პასუხი არის ხოლმე, რომ ვერ ვეშვები, მიჯაჭვული ვარ, მიყვარს. რაც არ უნდა გიყვარდეთ ადამიანი, რაც არ უნდა მიჯაჭვული იყოთ მასზე, ემოციურად, სექსუალურად არ აქვს მნიშვნელობა, ხო? უნდა დაასრულოთ ესეთი ურთიერთობა. უნდა დაასრულოთ საკუთარი თავის გამო, რომ უარეს ჭაობში არ აღმოჩნდეთ, ვიდრე ეხლა ხართ. ანუ დამჯერეთ, ჩემო კარგებო, ესეთი ურთიერთობა ფიზიკურად თუ არა, სულიერად ისი ანადგურებს ადამიანს, ქალს. მე ამ წუთას ქალებზე მოვსაუბარი. ისი ანადგურებს, რომ საბოლოოდ შეიძლება ფიზიკურ ტკივილამდეც კი მიხვიდეთ. ვინც ხართ ასეთ ურთიერთობაში და მას რაღაც ეჭვიანობის სცენებს უდგავთ, კუჩი დაასდებთ, ნამცი კიდე რასაკ ეჭვიანობთ, ტელეფონს უჩითავთ და ვის დაულაიქა, ვის მოუწონა, ეს ხშირია ხოლმე და ამიტომ ვიძახი, ჩემო კარგებო, ნუ დაკარგავთ ქალურობას, თქვენს სიამაყეს და თქვენს საკუთარი თავის სიყვარულს ნუ დაკარგავთ. პირველ რიგში ყოველთვის დააყენეთ თქვენი თავი და თქვენს თავს დაუსვით მხოლოდ ეს ერთი კითხვა.
რომ რას ვიღებ ამ ურთიერთობიდან, მიუხედავად იმისა, რომ მე მიყვარს, რას ვიღებ ამ ურთიერთობიდან, ამ ადამიანიდან, რას ვიღებ და რა პასუხიც იქნება, არასდროს არ გაამართლოთ. ანუ ამას იმიტომ არ ვიღებ, რომ აი ამიტომ და იმიტომ, ესეთი არა. აი იღებ თუ არ იღებ, ან კი ან არა. თუ ვერ იღებ იმ ყველაფერს, რაც გინდა, დაასრულეთ. და რა თქმა უნდა, არის ხოლმე ისეთი მომენტებიც, რომ აი ამ დასრულების შემდეგ ხვდება პარტნიორი, რამდენად ძვირფასი ხართ მისთვის, რას წარმოადგენდით და შეიძლება დაბრუნდეს კიდეც. თუ არ დაბრუნდა, რა თქმა უნდა, უფრო გაგიმყარდებათ ის აზრი და ეჭვიც არ შეგეპარებათ, რომ ეს ურთიერთობა ყოფილა დასასრულებელი, ხო? კაი, მეც აღარ გავაგრძელებ ამ თემაზე საუბარს, რომ ძალიან არ გამიგრძელდეს ვიდეო. დავიწყებ გაშლას და დღეს ვფიქრობ, რომ გავშალო ესეთ თემაზე. ვინ ხართ მისთვის? რას წარმოადგენთ მისთვის? როგორი ხართ მის თვალში? ვნახოთ. ვინ ხართ მის თვალში? No? ძალიან საინტერესოა და ძალიან მიხარია. მეგობრებო, ვინ ხართ მისთვის? ესე იგი, საკმაოდ ემოციურ ადამიანად აგიქვავთ თქვენი პიროვნება. ფიქრობს, რომ ძალიან ისეთი გულუხვი, მზრუნველი, ისეთი აი დედობრივი ფიგურა ხართ რაღაცნაირად მის თვალში და ფიქრობს, რომ უფრო უმეტესად აი ემოციებით და გულით მოქმედებთ ხოლმე, ვიდრე რაღაცა გონებით და ესეთ ცივი გადაწყვეტილებით და ძალიან თბილ ადამიანად მიგიჩნევთ. თუმცა აი რადგან ესეთი ემოციურად აღგიქვავთ თქვენი პიროვნება, ცოტა ისეთი ადამიანის შთაბეჭდება სტოვებთ მის თვალში, რომ შეიძლება უცებ ესე აი როგორ ვთქვა, აი ამ ემოციების ფონზე რაღაცა რომ გეწყინოთ, აი უცებ გაიბუტოთ და გაწყვიტოთ მასთან ურთიერთობა 1-2 დღე, შეიძლება არ გქონდეთ მასთან კონტაქტი, მერე ისევ დაბრუნდეთ და აი ესეთი ცოტა შეიძლება ბუტია ადამიანად აღგიქვავთ, რაღაცა ახლა ესეთი ის მომევიდა შეგრძნება. ასევე თქვენზე ფიქრობს, რომ აი ისეთი ქალბატონი ხართ, რომელსაც ყველაფერი აქვს, აი თითქოს ნაკლს ვერ ხედავს თქვენში, ნაკლს რაღაცნაირად აი სავსე ხართ მის თვალში ყველანაირად, აი რაღაცნაირად საბედისწერო ადამიანთაც კი აღგიქვავთ ეს ადამიანი. ხო, ფიქრობს, რომ ქალს რაც შეიძლება რომ გქონდეს და გააჩნდეს, აი ყველაფერი გაქვთ გარეგნობიდან დაწყებული, ხასიათი, დაჟე რატო ვთქვი, იმასაც ფიქრობს, რომ აი ეს ბუტიაობაც კი გიხდებათ რაღაცნაირად, რომ გაიბუტებით ხოლმე და ესა ცოტა ხანი დაიკარგებით, მერე ისევ გამოჩნდებით რაღაცა, აი ეს მოწონს თქვენში და აღგიქვავთ აი რაღაცა თქვენზე ძალიან ისეთი ფიქრებიც აქვს
როგორ ვთქვა, აი სექსუალური ფიქრებიც აქვს და აი ფიქრობს, რომ თქვენთან რომ არის ის ძალიან ბედნიერია. და ასევე პლუსად აღიქვავს იმ ფაქტს, რომ თქვენ რაც არ უნდა ისიც რომ დაუშვათ გატრიალდეს და წავიდეს ურთიერთობიდან, ცოტა ხნით გააჩეროს ეს ურთიერთობა, ან თქვენც გააკეთოთ იგივე, ეს ურთიერთობა მაინც ტრიალდება და მაინც თავიდან იწყება ყოველთვის. აი რაღაცა გრძნობები მაინც არ ქრება, აი ამ პაუზების დროს თქვენი გრძნობები მაინც არ ქრება. ყოველ შემთხვევაში მისი გრძნობები არ ქრება. აი შეიძლება იყოს ესე გატრიალებული თქვენგან რეალურად, ფიზიკურად, მაგრამ ეს მისი გრძნობები მაინც არ ქრება. კარგი. ვინ ხართ მისთვის? აბა ვნახოთ. ვინ ხართ ამ ადამიანისთვის? ეს იყო როგორც გხედავთ პრინციპში რაღაცნაირად ერთი და იგივე კითხვა. მე მგონი, მაგრამ ვნახოთ, ვინ ხართ მისთვის? მეგობრებო, ხო, აი როგორი ურთიერთობა აქვს იცით თქვენთან? აი ბევრს რომ იღებს ამ ურთიერთობაში ადამიანი, აი თითქმის ყველანაირ რესურსს იღებს. თქვენ მისთვის ხართ შანსი, სწავლა, აი სწავლა იმიტომ რომ აი თითქოს რაღაცნაირად ურთიერთობებს ცხოვრებას ასწავლით თითქოს მას. შეიძლება თქვენთან ურთიერთობა რომ აქვს, აი ფინანსებშიც კი უმართლებს ხოლმე იმ დონეზე, კარგად გრძნობს თავს თქვენთან. ასევე ვინ ხართ თქვენ მისთვის და როცა თქვენთან ერთად არის და თქვენთან აქვს ურთიერთობა, ის ძალიან შრომისუნარიანი ხდება, ბევრს გამოიმუშავებს და ძალიან იღბლიანი ხდება თითქოს რაღაცნაირად. და ეს ძალიან მოწონს მას. ამიტომ აქვს ისეთი ურთიერთობა თქვენთან, რომ აი თითქოს თქვენ შთააგონებთ მას და უბიძგებთ, რომ უფრო ისეთი კრეატიული იყოს, უფრო მეტი მიიღოს ცხოვრებაში, ვიდრე აქვს. შეიძლება თქვენს გარეშე აი ესეთ მდგომარეობაშია ყოველთვის და როცა თქვენ ხართ მის ცხოვრებაში, აი ყველაფერი აზრს იძენს, თითქოს უფრო ცხოვრების სტიმული ეძლევა ადამიანს. ძალიან საინტერესოა და სასიხარულო. კიდევ ვინ ხართ თქვენ მისთვის? ვინ ხართ კიდევ თქვენ მისთვის? ნახოთ. მეტი რაღა უნდა ვთქვა, არ ვიცი. მოდი აი ამ ორი არკანის მეც აღარ ამოვიღებ. ცოტა ისეთი დაბნეული და იცით როგორ არის თქვენთან, რომ აი შეიძლება უკვირს, რომ აი ესეთი ქალი მე როგორ შემხვდაო და თითქოს შეიძლება ფიქრობს მომენტებში, რომ აი მე როგორ დავიმსახურე ასეთი ქალი რომ მყავს გვერდით, იმიტომ რომ იმ დონეზე მის თვალში იმ დონეზე ყველაფრით სავსე ხართ და ისე მოქმედებთ მასზე, რომ ადამიანი, კაცი ყველაფერს შეძლებს თქვენ რომ მის გვერდით ხართ. აი ეგეთი შეგრძნება აქვს. ძალიან სასიხარულოა რაღაცნაირად, აი ისეთი დადებითი ენერგიით ავივსე მეც ამ ყველაფერს ვხედავ. რადგან თავში ისეთები ვისაუბრე, რომ არ მინდოდა ნამდვილად, რომ გაშლაშიც იგივე მენახა, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ ვისაც რეზონირდება ეს, თქვენ გყავთ ისეთი პარტნიორი პირიქით, რომელიც გავსებთ და რომელიც გაფასებთ. და ხვდება თქვენს ფასს ყოველ შემთხვევაში. ხო და კიდე რა შეიძლება რომ დავამატოთ?
ხო, ისეთი დაბნეულია რაღაცნაირად, რომ ცოტა უჭირს, ხო, აი საკუთარ თავში სულ ისინი აქვს რაღაც გაურკვევლობები, რომ აი რა დავიმსახურე ამისთანა, რომ ესეთი ქალი შემხვდა. აი თქვენ მის თვალში ხართ თითქოს მთელი სამყარო. რადგან როგორც თავში ვთქვი, აი თქვენში ნაკლს ვერ ხედავს. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს თავისებური ნაკლი, ხო? და თქვენს შეიძლება ფიქრობდეთ, რომ აი ეს ნაკლი მაქვს, ის ნაკლი მაქვს, მაგრამ ეს ადამიანი თქვენით ისეთი აღფრთოვანებულია და თქვენი მას, ანუ როცა მის გვერდით ხართ, თქვენ ისეთი გავლენა გაქვთ მასზე, რომ ფიქრობს, რომ თქვენ ხართ უნაკლო. აი რაღაცა ისეთი მისთვის ხართ სამყარო, მოკლედ, მთელი სამყარო, რადგან თქვენს გარეშე შეიძლება, როგორც წეგან აღნიშნე, სრულიად ისეთი იყოს ნოლი ადამიანი და უმოქმედო და ისეთი წარმატებული ვერ იყოს ცხოვრებაში, როგორც თქვენს გვერდით არის. ძალიან მიხარია, რომ აი ესეთი დადებითი გაშლა გქონდა, ასე დადებითად რომ ფიქრობს თქვენზე ეს ადამიანი, თქვენი პარტნიორი, აი ძალიან მიხარია და მინდა რომ ძალიან ბევრი ქალი იყოს ისეთ ურთიერთობაში, სადაც აფასებენ. არასდროს გაჩერდეთ იმ ურთიერთობაში, სადაც იგრძნობთ დაუფასებლობას, გაუფასურებას, თქვენს გაუფასურებას და მით უმეტეს თქვენი თვითშეფასების განადგურებას. არ იფიქროთ, რომ თქვენს ცხოვრებაში მის გარდა არავინ გამოჩნდება. ანუ ეს მარტო სიტყვები არ არის. ეს არის თქვენი, ასე ვთქვათ, თუ ესეთ ნეგატიურ და ტოქსიკურ ურთიერთობაში ხართ, ჩათვალეთ, რომ ეს არის თქვენი ავადმყოფობა, რადგან ისევ ჩერდებით მანდ. და უნდა განიკურნოთ აუცილებლად. აუცილებლად იფიქრეთ, რომ ავად ხართ, რაღაცა ესე წარმოედგინეთ, რომ თუ ხართ ტოქსიკურ ურთიერთობაში, ესე იგი და თუ ჩერდებით იქ, ისევ და არასრულებთ ამ ურთიერთობას, თქვენ ხართ ავად. და არასდროს იფიქრეთ, რომ თქვენ მის გარდა სხვა არავინ შემოგხედავთ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ძალიან ბევრი ქალბატონისგან გამიგია. ძალიან ბევრისგან გავიგე ის, რომ მე უკვე ისეთ ასაკში ვარ, ამას ამბობს 40 პლუს ქალები. მე უკვე ისეთ ასაკში ვარ, რომ ვიღა შემომხედავს ამის გარდა და გონია, რომ აღარავინ შემომხედავს და მთელი ცხოვრება მარტო ვიქნები და გადაწყვეტილი აქვს, რომ მთელი ცხოვრება იტანჯოს ამ კაცის გვერდით. მეგობრებო, ასე ვინც ფიქრობთ, აი ისეთი კაცის ყოლას, რომელიც ცხოვრებას გაგინადგურებთ, თქვენს გაგანადგურებთ, მაგას მე მგონი ბევრად ჯობია, რომ მარტო იყოთ და მარტო დაპირდეთ. მე მგონი მეთანხმებით ხო ყოლა. მაგრამ დამიჯერეთ, თქვენ ისეთი ლამაზები, ისეთი კარგები ხართ, ასეთ არაადეკვატურ და ტოქსიკურ ადამიანებს რომ მოიცილებთ, უფრო ლამაზები გახდებით, უფრო კარგები გახდებით და რას ქვია 40 პლუსი, 50 პლუსიც რომ იყოთ, მაინც იქნება თქვენ ცხოვრებაში ისეთი ადამიანი, მაინც გამოჩნდება, რომელიც შეგიყვარებთ, რომელიც თქვენზე იზრუნებს ყველანაირად და გაგიფრთხილდებათ. ასე რომ არასდროს არავინ გაივლოს არც ერთმა ქალმა თავში, რომ იმ ტოქსიკური კაცის გარდა სხვა არავინ შეხედავს მას. წარმატებებს გისურვებთ, ჩემო ლამაზებო და კარგებო, მინდა რომ ყველანი ბედნიერები იყოთ, ყველას წარმატებული პირადი ცხოვრება გქონდეთ, რადგან ეს ვფიქრობ ქალისთვის განსაკუთრებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რომ გვერდით ჰყავდეს პარტნიორი, რომელიც მას აფასებს და ზრუნავს მასზე.
თუ ესეთი არ გეყოლებათ, მაშინ ტოქსიკური სკოლას ჯობია რომ საერთოდ არ გყავდეთ, დამიჯერეთ. ვიღაცის გამო, ვიღაცა პატარა კაცების გამო, რომლებსაც აქვთ ნარცისული აშლობა ან კომპლექსების ბუდეები არიან და თქვენს თვალში წარმოდგებიან რაღაცა საოცრებებად და მარტო თქვენ აღიქვავთ ასეთ საოცრებებად მათ და ამიტომაც არ განებებენ თავს, ნუ აიძულებთ საკუთარ თავებს, რომ მთელი ცხოვრება გაატაროთ ასეთ ადამიანებთან, რადგან თქვენ იმსახურებთ ყურადღებას, პატივისცემას, ზრუნვას და ყველაფერს საუკეთესოს ურთიერთობაში. დამიჯერეთ. დაგემშვიდობებით ახლა დროებით.